განწყობებიც არის თბილისში, მეტნაკლებად პროგნოზირებადია ნიკა და თბილისმა ბოლო თვეებში დაამტკიცა, რომ ის ცვლილებებს აძლევს ხმას. რა ხდება რეგიონებში? ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. რა თქმა უნდა, ბევრმა ფაქტორმა ითამაშა პოზიტიური როლი, რომ დღეს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს და არა მხოლოდ დასავლეთ და აღმოსავლეთ სამხრეთ საქართველოშიც და არა მხოლოდ სამხრეთში, მთელ საქართველოში თბილისის გარეთ ბევრმა ადამიანმა ჩამოიყალიბა პოზიცია, რომელიც უკავშირდება ცვლილებებს. მე ვფიქრობ, რომ აქ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საზაფხულო არდადეგებმაც, დღესასწაულებმაც, სადაც შესაძლებლობა გაჩნდა, რომ ბევრი თბილისში მაცხოვრებელი ახალგაზრდა, რომელსაც ყავს ბებია, ბაბუა, ბიძა, დეიდა, ჩასულიყვნენ თვე-თვენახევრის განმავლობაში ზუგდიდიდან დაწყებული დედოფლის ყაროთი და თავის საპროტესტო განწყობა წაიღეს. ეს მუხტი, ეს ბაცილ აშკარად შეტანილია და პლუს ვფიქრობ, რომ ბევრი მუშაობა სხვადასხვა ფორმატში თავის შედეგს იღებს. რა თქმა უნდა, მიწევს და გვიწევს საუბარი ბევრთან ცვლილებების აუცილებლობაზე, საჭიროებაზეც და მათ შორის რამდენად შესაძლებელია ეს ცვლილებები. თავარი ახლა რაც ჩვენ გვმართებს, მე თითქმის 10 წელიწადია ამ პროცესში, საარჩევნო პროცესებში ვიღებ მონაწილეობას და როგორც სუბიექტი უშუალოდ საარჩევნო და როგორც არ ვიცი ახლა სხვა პოზიციიდან მე მსგავსი განწყობა არ მინახავს არსად. აი დედოფლის წყაროდან დაწყებული, ჯვარით, წალენჯიხით დამთავრებული, ლაგოდეხით დაწყებული და ასპიდზით დამთავრებული. თავარია ახლა ყველამ დავიჯეროთ, რომ შესაძლებელია ცვლილება. თავარია ყველას გჯეროდეს, რომ ჩვენს ხელთ არსებული ერთი ცალი მანდატი 26 ოქტომბერს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ მანდატს ხმის სახით ექნება იმაზე მეტი წონა მომავალში, ვიდრე აქამდე ჰქონია. უნდა ვთქვა, რომ დიახაც ნიჰილიზმის საფუძველი ბევრ ადამიანს აქვს, ბევრი მიზეზის გამო, მათ შორის და ჩემი დაკვირვებით ასე ვაკვირდები, უფრო გამოცდილ ხალხს აქვს ნიჰილიზმი, ვიდრე ახალგაზრდა ამორჩევას. ვინაიდან ბევრმა ადამიანმა წლების განმავლობაში გამოცდილ ხალხს გულისხმობ, წარუმატებლობის ისტორია დაიწერა თავისთვის, იმიტომ რომ ბევრჯერ დამარცხდა და რაღაცნაირი ფსიქოლოგიური დამარცხებულის რაღაცა კომპლექსი ჩამოუყალიბდა, გონიათ რომ სულ დამარცხდებიან. მაშინ, როდესაც 100,000-ზე მეტი ახალგაზრდა წელს 160,000-მდე ახალგაზრდა პირველად იღებს არჩევნებში 160,000-ია ესაა ზუსტი. დიახ, 160,000-მდე ახალგაზრდა წელს მიდის პირველად არჩევნებზე და რატომ? უბრალოდ გამართა თქვენი მაყურებლისთვის, რომელიც შეიძლება იციან, ვინ უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში ჩვენ ქვეყანაში არჩევნები არ ყოფილა. და ამასობაში 18 წლის გახდა 160,000-მდე ამორჩეველი. აი და ძალიან გვიხარია კოალიციას ოთხნომერს, რომ ბევრი ადამიანი არის ჩართული საარჩევნო შტაბებში ჩვენთან. ამდენი მე პირადად არასოდეს არ მინახავს ახალგაზრდა სხვადასხვა საარჩევნო შტაბებში. არც წინა არჩევნებზე, მაგალითად არც გლდანში, არც მანამდე რეგიონებში, ან თბილისში, ვიდრე თქვენ იღებდით მონაწილეობას არჩევნებში. აი ორჯერ მიყრია კენჭი თბილისის მერობის კანდიდატად და მაგალითისთვის თემქაზე ძალიან ბევრჯერ ყოფილ ვარ ჩვენ საარჩევნო შტაბში წლების წინ. მე არ მახსოვს ამდენი ახალგაზრდა ყველა რაიონში, თბილისის, ზუგდიდის, არ ვიცი, საგარეჯოსი, თელავის, ქუთაისის ამდენი ახალგაზრდა არ ყოფილა. და მათი რწმენა გაცილებით მაღალია და ძლიერია, ვიდრე თუნდაც ჩვენი მშობლების თაობის რწმენა და აი ეს არის ახლა გასაგებია თავისუფლებაში დაბადებული დამოუკიდებლობაში გაზრდილი თაობა, რომელიც არ დათმობს უბრალოდ რუსეთისკენ არ წააყვაინებს ოცნებას ამ ქვეყანას. და ერთი თავარი ფაქტორი ჩემის აზრით, მათ არ აქვს წარუმატებლობის ისტორია. და ბევრად უფრო დიდი წმენაც აქედანაც გამომდინარეობს. და აი ასეთი პირობები, როდესაც გვაქვს, როგორც არასოდეს ფასეულია
თითოეული ჩვენგანი საუბარი ჩვენ სოციალურ წრეებში, სამეზობლოში, სანაცნობლოში, დარჩენილ 5 კვირაში რამდენ ახალ ადამიანს შევხვდებით თითოეული ჩვენგანი, ჩემი დაწყებული მაყურებელი დამთავრებული, რომელსაც ცვლილებები სურს ამ ქვეყანაში, რამდენი ნაცნობი და უცნობი და ნათესავი არსებობს, ვისაც ჯერ ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს უნდა წავიდეს. აი საუბარი შეძახილი არის ყველაზე ძვირფასი ახლა რაც შეიძლება თითოეულ ჩვენგანმა გააკეთოს ჩემთვის უკითხავთ შიშველ აი რითი დაგიხმაროთ სად შეიძლება თქვენ დახმარება აღმოგაჩინოთ და ხშირად პასუხობ არა მთავარია თქვენს სოციალურ წრეში, სანათესავში, სამეზობლოში. და განწყობა არის ნიკა, ანუ აი რეალურად მესმის ახალგაზრდებზე კითხვაც არ მაქვს, უბრალოდ დარწმუნებული ვარ, რომ ახალგაზრდობა ითხოვს თავის სიტყვას, მაგრამ ახალგაზრდები არ არიან მხოლოდ, ხო, ამომრჩევლები, ამომრჩევლები არიან ჩემი თაობის წარმომადგენლები, უფრო დიდი მშობლების თაობის, ანუ ასაკოვანი პენსიონერები. თქვენ როგორ ფიქრობთ, აი მობეზდათ ოცნება, რუსული პოლიტიკა არის ყველაზე მეტად გამაღიზიანებელი, რის გამოც აღარ უნდა თუ უკიდურესი გაჭირვება არნახულად გაზრდილი ემიგრანტთა რიცხვი და ხვალინდელი დღის იმედი რომ არ აქვს ადამიანებს, აი რა არის მთავარი ფაქტორი. ვერ ვიტყვი რომ მხოლოდ რუსული პოლიტიკაა ის რაც ყველას აერთიანებს დღეს ოპოზიციურად განწყობილ ამორჩეველს. ასეთი ამორჩევლები შემხედრია, არ დაგიმალავთ და არიან ადამიანები, რომლებსაც მაგალითად ძალიან აღიზიანებს კორუმპირებული ხელისუფლება. არიან ადამიანები, რომლისთვისაც ეს არეული ძალიან უკუღმათი პოლიტიკური, ასე ვთქვათ, მიმართულებები ქართული ოცნების, რა თქმა უნდა, არ მოწონს, მაგრამ უბრალოდ იაზრებს და აცნობიერებს, რომ 12 წლის განმავლობაში ერთი და იგივე ხელისუფლება, რომელიც აცხადებს პრეტენზიას, რომ კიდევ ვიყოს მომავალ წლებში, ნიშნავს, რომ პროგრესი და განვითარება უბრალოდ ვერ მოვა. უძრაობის ხანა ჭაობი, ვერ წავა წინ. თონეში რომ თონეა. თონეშიც კი 12 წლის განმავლობაში არავის და არაფერს თუ არ შევცვლით, იმ თონეში იმ კონკრეტულ თონეშიც კი პური ვეღარ გამოცხება. თქვენ წარმოიდგინეთ რა ხდება სახელმწიფო მართვის პროცესში, როდესაც ერთი და იგივე ადამიანები სულ რო ანგელოზები იყვნენ, სულ პატიოსანი ხალხი იყოს. ცვლილება ამიტომ არის მნიშვნელოვანი, იმპულსი ახალი განვითარების არის მნიშვნელოვანი. სულ რო გვერდზე გადავდოთ მაგალითად საგარეო პოლიტიკური კურსის ღალატი, გადავდოთ მაგალითად მათი კორუმპირებულობა. ასეთი ამორჩეველი ხდება. პლუს რა თქმა უნდა, ეხლა ემიგრანტთა რაოდენობა რო იზრდება, ამას ყველა გძნობს რომ გძნობენ საკუთარ თავზე გამოკეტილი კარით, გვერდზე მეზობლის დაკეტილი კარით, საკუთარი ოჯახის წევრებით, რომლებიც ემიგრაციაში მიდიან, ზოგი ლეგალურად, ზოგი არალეგალურად, ანუ სოციალური სიდუხჭირე, ეკონომიკური მაჩვენებლები და პარამეტრები იზრდება, დიახაც. იმ მეტად გაცნობიერებული ამორჩეველი ხდება, რომ ცვლილებების შემდეგ შესაძლებელია რომ ქვეყანა საქართველოს ჰქონდეს მაგალითად თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რაც გვიხსნის 350 მილიონიან ბაზართან წვდომას და ვიქნებით ერთ-ერთი სახელმწიფო მთელ სოფლიოში 5 სახელმწიფოდან, ვისაც ერთდროულად ექნება თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ჩინეთთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან. ასეთი სახელმწიფო დღეს მთელ სოფლიოში არის მხოლოდ 4, ხომ? გაცნობიერებული ამორჩეველი ამასაც ხდება. შეუძლებელია ეხა კახეთში მაგალითად, ეხა უთქვამთ, აი პრაქტიკულად ციტატა მომყავს ერთმა ძალიან შრომელმა კახელმა მე რა მითხრა ახმეტაში, რომ 2012 წლამდე ღირდა ყოლოფი სიგარეტი თითქმის 1 ლარი და ყურძენი ღირდაო 1 ლარიო. და 2024 წელს სიგარეტი ღირსო 8 ლარიო და ეს ჩვენი ყურძენი, ჩვენი შრომით მოყვანილი ყურძენი ისევ 1 ლარი ღირსო და ანუ შემოდგომაზე, როდესაც თავისი შრომის ნაყოფი უნდა აიღოს, რეალურად წყალში ეყრება ეს შრომა და ხვდება, რომ კი ბატონო, ვიღაცეები ხელს ითმობენ, მაგრამ გძნობენ, უყურებენ, გისმენენ ინგა თქვენ და არა მხოლოდ თქვენ, რომ ჩვენი საუკეთესო პარტნიორები საუბრობენ, რომ ცვლილებებს მაგალითად ამ ქვეყანაში უმალვე მოყვება ამერიკის შეერთებულ შტატებთან
უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედება, რაც ძალიან დიდ შესაძლებლობას გვაძლევს ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს და პლუს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი, ხო? გაცნობიერებული კი არა, განვითარებული არის ის ფერმერი და გლეხი და ხვდება, რომ 350 მილიონიანი ბაზარი ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირის ბაზარი არის და ახლობებით 500 მილიონი იქ, ჩინეთთან 1.2 მილიონიანი, აი ხო ტრივიალურია შეიძლება ეს მაგალითი, მაგრამ რას ნიშნავს ამერიკის შეერთებულ შტატებთან უვიზო მიმოსვლა? 2026 წელს მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში იმართება ამერიკის შეერთებულ შტატებში. და შესაძლებელი გახდება უფრო და უფრო ბევრი ადამიანისთვის რომ ჩაფრინდეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზის გარეშე. დღეს ეს შესაძლებლობა ბევრ ადამიანს არ ეძლევა. ის აქტები, რომელზეც მიდის ახლა ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკურ წრეებში მუშაობა და დღე-დღეზე ხვალ არის თუ არ ვწდები, ეს განხილვა და ჩვენ ძალიან დეტალურად ბევრი უნდა აუხსნათ, ბევრჯერ უნდა აუხსნათ ეს მაყურებელს, რა შანსი გვაქვს და რას გვაკარგინებს პრორუსული კი არა, როგორც სალომემ თქვა, რაღა პრორუსულიო, ღიად რუსული, ხელისუფალი, ეს არის აუცილებელი, რომ კარგად აუხსნათ, კარგად. და წარმოიდგინეთ, მეორე ხარისხოვანი მოქალაქის განცდა, ალბათ არც ვიცი ცოტა ადამიანს დაუფლებია, როდესაც გაუთავებელ რიგებში ხარ ვიზის ასაღებად, ხო? სხვადასხვა წერტილებში და 2026 წელს ბევრ ადამიანს ახლაც აქვს შესაძლებლობა მატერიალური ქვეყანაში და ამერიკის შეერთებულ შტატებში ლეგალურად სურს ჩასვლა, მაგრამ ვიზას არ აძლევენ. და რამდენი კომაგი ფეხბურთის იქნება ისეთი, ვისაც მოუნდება, მაგრამ ვერ ჩავა 2026 წელს. ყველა პოლიტიკური ჩვენი მოკავშირე საზღვარგარეთ გვეუბნება, რომ ცვლილებების შემდეგ არნახული უპრეცედენტო ეკონომიკური ხელშეწყობა ექნება საქართველოს როგორც სახელმწიფოს და ამ დროს ალტერნატივად გვაქვს რა ადამიანი რომელსაც ეხა ხუმრობდით შეიძლება არ ვიცი კარგად გამოვდიოდა ეს ხუმრობა შეიძლება უხეშები ვიყავით ამ ხუმრობაში მაგრამ ხშირად ვისაუბრია რომ შუშის ყოლბიდან არ უნდა იმართებოდეს სახელმწიფო და მართალია ხო მაგრამ ეხა ვხედავთ რომ შუშის ყოლბა დადის დამამცირებელია ეს ყველაფერი ანუ ჩვენ გვჭირდება განცდა რომ ეს ქვეყანა განვითარდება და ამ ქვეყნის მოქალაქეებიც განვითარდებიან. ამას ჭირდება პარადოქსია, აი სულ რაღაც 5 წუთში თქვენს და მეც რამდენი პრობლემა ჩამოთვალეთ და ისტორიულია ეს შანსი მხოლოდ და მხოლოდ ამიტომაც რომ აი ამ კომპლექსურ თელ თავისი ცხება პრობლემებს აგვარებს ერთი რიგითი კალენდარული დღე, რომელიც ბუნებრივია რიგითი კალენდარული დღე ვეღარ არის 26 ოქტომბერი. ისტორიული დღეა, ხო, ვერაფრით ვერ იქნება. არა უბრალოდ გავიმარჯვებთ გამარჯვების შემდეგ, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში ბერს გამარჯვი არჩევნებს. ამ ხელისუფლებასაც, წინა ხელისუფლებასაც და იმის წინა ხელისუფლებასაც, მაგრამ ძირეული ცვლილებები, სისტემური ცვლილებები, რომელიც უდიდეს ნაწილს მოქალაქეებისას უნდოდა მაშინ, როდესაც ხმას თქვენ გაძებდათ ამ ემაძებდა და ასე შემდეგ და გავიმარჯვეთ და გაიმარჯვეთ, ხო, ვერ მოვიდა. ახლა ეს შესაძლებლობები კრიზისმაც გააჩინა, იმ გამოწვევებმაც გააჩინა გეოპოლიტიკურ კონტექსტში ვსაუბრობ, რომელიც გვაქვს, ის წინაშეც ახლა გავართ. ამიტომ 26 ოქტომბრის არჩევნები ნიშნავს, რომ მხოლოდ ემიგრანტისთვის კი არ იქნება იმედის ჩამსახველი არჩევნები. მხოლოდ ფერმერისთვის, გლეხისთვის, ხოლმე ექიმისთვის კი არ იქნება. ყველას პრობლემა გვარდება და პირველად ქვეყანაში გვარდება ისახება ახალი იმედი, ჩდება შესაძლებლობა, რომ მოქალაქეები დაგეგმოს საკუთარი ცხოვრება. დღეს ქვეყანაში რაც არ უნდა შესაძლებელი ადამიანი იყოს, ცხოვრებასაც ვერ გეგმავს, დიდარი თუნდაც კორუმპირებულად და ცხოვრება დაგეგმოს, იქით კიდევ არის მეორე თემა რა. ანუ ხელისუფალს მოსთხოვო პასუხი, დააკისრო პასუხისმგებლობა. ეს ხალხი, ვინც ჩვენ ახლა ყავს ხელისუფლებაში, სულ თავის მართლებაშია. ყველა ჩვენ ვართ ცუდები, ვინც მათ ვაკრიტიკებთ, ვინც ტაშს არ ვუკრავთ, თვითონ არიან ყოველთვის რაღაცა თითქოს როგორც თვითონ აწვდიან საკუთარ ქვეყანას მართლები. არა და არის პირიქით, მეგობრებო, ჩვენი ხელისუფლება და მომავალი ხელისუფლება უნდა იყოს ანგარიშვალდებული ჩვენთან, თქვენთან, ჩემთან, ჩვენს მეზობლებთან, ჩვენს მშობლებთან, ჩვენ შვილებთან. ნიკა, აი ამას მინდა ზუსტად ამ საკითხს მივაბა კითხვა. პრეზიდენტის ქარტია და თქვენი პოლიტიკური გაერთიანება, კოალიცია არის ხელმომწერი
ლიდერი პრეზიდენტის ქარტიის, ხო? ითვალისწინებს, რომ ცვლილებების შემთხვევაში მთავრობა დაკომპლექტდება არა პარტიული წარმომადგენლებით, არამედ პროფესიული ნიშნით. სალომე ზურაბიშვილმა გუშინ კიდევ ერთხელ ხაზგასმით ისაუბრა ამაზე და განმარტა, თქვენ ხართ ხელის მომწერი ქარტიაზე, თქვენ ხართ თანახმა, რომ მთავრობა დაკომპლექტდეს პარტიებთან კონსულტაციით პრეზიდენტის მიერ იქამდე, ვიდრე არ იქნება ახალი არჩევნები ჩანიშნული 1 წელზე არის საუბარი. დიახ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ ხელმოწერები და ნაკისრი გვაქვს ვალდებულები ვართ ქარტიის წინაშე და ვინაიდან ხელი მოვაწერეთ ამ ქარტიას კონსულტაციები თუ გაიხსნება, აუცილებლად მივიღეთ მონაწილეობას და ვეცდებით ვითამაშოთ პოზიტიური როლი. დიახ, თუ შესაძლებელი გახდება, რომ არჩევნებამდე ქარტიის ის პუნქტი, რომელსაც თქვენ ახალ ყურადღებას ამახვილებთ, იქნას რეალიზებული, მხოლოდ მივესალმებით, გულისხმობ თქვენ ალბათ პროფესიონალების მიერ ჩამოყალიბებულ მთავრობა, მინისტრთა კაბინეტი, რომელიც უნდა დაკომპლექტდეს ცვლილებების შემთხვევაში პროფესიონალები და არა პარტიული. ეს უნდა ვინმეს თუ არ უნდა, რა თქმა უნდა, შეთანხმებით უნდა მოხდეს პრეზიდენტთან, ქალბატონ ზურაბიშვილთან, უნდა იყოს კაბინეტი, იგენებათ დაარქვით პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, რომელიც თითქმის ყველა პოლიტიკური პარტიისთვის იქნება მისაღები თუ არა ყველასთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ხელი მოაწერა ამ ქარტიას და დანარჩენი სხვა პუნქტებიც უნდა შესრულდეს. ჩვენ მაგრამით აქ არ ვსაუბრობთ. სამწუხაროდ ვისმენ ალაგ-ალაგ განცხადებებს ქარტიასთან მიმართებაში, სადაც პირველი ნაწილი განცხადების კეთებისას არის კი ბატონო, მივესალმებით, მაგრამ არა, რა თქმა უნდა 100%-ით ჩვენ იმ ნაკის ვალდებულებას შევასრულებთ. ჩვენ გვჯერა, რომ მომავალი ხელისუფლებები უნდა იყოს დაკომპლექტებული პროფესიონალების მიერ და არა მხოლოდ ვიწროპარტიული ინტერესით. ჩვენ გვჯერა, რომ ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ შესაძლებელია, რომ განათლება იყოს ხელმისაწვდომი და ხარისხიანი და ეს უნდა იყოს საფუძველი. ჩვენ ნამდვილად გვჯერა იმ კომპონენტების, რომელიც ქარტიაში არის გაწერილი. ჩვენ გვჯერა, რომ კოალიციურ მმართველობას არ აქვს ალტერნატივა. ჩვენ გვჯერა, რომ ერთსულოვნების, ერთადგომის შემთხვევაში, კი ბატონო, კოალიციების ცვლილებების 4 ნომერია ჩვენი ნომერი, მაგრამ პირველ რიგში ჩვენი ამოცანა არის, რაც შეიძლება ყველა ადამიანი მივიდეს არჩევნებზე და რაც უფრო ბევრი ადამიანი დაუჭერს ხარს 4 ნომერს, 4 მაგათ ბედნიერი ვიქნები, მე პირადად და ძალიან ბევრი ადამიანი, თუმცა იმ მანკიერი სისტემის გარღვევა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ დიახაც ცვლილებებით, სისტემური ცვლილებებით მოხდება მხოლოდ კოალიციური მთავრობის მოყვანით ამომრჩეველზე საუბრობ. ვინაიდან პრაქტიკამ ცხადყო უკანასკნელი, არ ვიცი 20-30 წლის განმავლობაში, რომ აი ეს მანკიერი წრე, სისტემური მანკიერი წრე და ეს სისტემა ყველა ერთპარტიულმა მმართველობამ მხოლოდ გააუარესა. ეს არის სიმართლე ამ ხელისუფლებამაც. წინა ხელისუფლებამაც და ამას მისაუბრე და იმით წინააღმდეგ საერთოდ. ვინაიდან არ იყო ის შესაძლებლობა, რომელიც არის ახლა ქარტიაში გაწერილი, რომელიც გულისხმობს ახალი პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბებას. ადამიანის და დაქვემდებარებულ მმართველ ძალას. ერთი მაგალითი შემიძლია, ხშირად ვცდილობ, რომ ძალიან ბევრ ადამიანს ასე ავუხსნა ახალგაზრდებს, მათ შორის სხვადასხვა ბირჟებზე მიწევს საუბარი. მიწევს საუბარი, რა უპირატესობა აქვს. აი მიწიერი მაგალითი შეიძლება მოვიყვანოთ. მაგალითად, ერთპარტიული მმართველობის დროს მე როგორც მაგალითისთვის, აი ლაგოდეხელი ადამიანი, ახალგაზრდა ბიჭი. მე თუ დამჩაგრავდა შინაგან საქმეთა სამინისტრო, მე თუ მივიდოდი გენერალურ პროკურატურაში, გენერალურ პროკურორთან მაგალითად, ანა წარმომადგენელთან, ხო? პროკურორი პოლიციელის ტყავს ჩემს გამო არხევდა, იმიტომ რომ იყო ერთპარტიული მმართველობა და ორივე ხშირ შემთხვევაში იყვნენ მეგობრები. გადაბმულები და მე პლუს პარტიის ეს დაჩაგრული ლაგოდეხელი, თბილისელი, თელაველი, ქუთაისელი ადამიანი სიმართლეს ვერ პოულობდა, ვერც ამ ხელისუფლების დროს განსაკუთრებით რა თქმა უნდა, არ შეუვადა, მაგრამ ვერც ერთი წინა ხელისუფლების დროს იჩაგრებოდა პოლიციელის მიერ, მიდიოდა პროკურორთან, არიხეოდა ერთმანეთის ტყავით ჩემს გამო. ვინ იჩაგრებოდა? მოქალაქე. როდესაც კოალიციურია მმართველობა და ინგა გრიგოლია არის მაგალითად მთავარი პროკურორი და დიანა ტრაპაიძე არის შინაგან საქმეთა მინისტრი და დიანა ტრაპაიძე თუ დამჩაგრავს მე როგორც მოქალაქეს, მე უკვე მიმესვლება ინგა გრიგოლიასთან, ორივეს გიჭირავთ პორტფელი, მაგრამ ორივე ხართ სხვადასხვა პარტიის წარმომადგენელი და ნამდვილად დახევთ თქვენ ინგა დიანას ტყავს
ჩემს გამო თქვენი ინტერესი იქნება თანაც ისე რომ ხალხსაც გააგებინეთ მაგრამ კიდევ უკეთესი იცით რა იქნება კიდევ უკეთესი იცით რა მოხდება დიანა თქვენი შიშით მე ვერ დამჩაგრავს იმიტომ რომ მას ეცოდინება რომ მე თქვენამდე თუ მოვახციე და ნუ პლურალისტული მრავალფეროვანი გუნდები დაკომპლექტებული პარლამენტი ხო საერთოდ იძლევა შესაძლებლობას რომ ერთხელ და სამუდამოდ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან როდესაც მოხდებიან კომიტეტის წევრთან იქ მართლა მიხვიდე იმ იმედით რომ სიმართლე შენ გაიგებ არის ხა ეს განცდა რა თქმა უნდა არ არის ისეთ განცხადებებს აკეთებენ იყო ეს განცდა წინა ხელისუფლების დროს არ იყო რა თქმა უნდა ხო იყო იმის წინ არ იყო აი ახლა გაჩნდა სისტემური ცვლილებების დრო და კოალიცია ცვლილებების და შესაძლებლობაც რაც თავარია და კოალიცია ცვლილებების 4 ნომრის ამბოცანა არის ცვლილება და არა ჩანაცვლება რატო საუბრობ ამაზე არსებობს ხალხი ვინც ჩანაცვლებისთვის იბრძვის მაგრამ ხალხი ვეღარ მოტყუილდება არსებობს ცვლილებები აი ამ ხარისხის აი ამ მასშტაბის შესაძლებლობების სახით არასოდეს არ ყოფილა მოცემული. გაუმარჯვია მართლობის შანსი არის უდიდესი ამ ქვეყანაში არჩევნებში იქნება დანაშაული ამ ქვეყანაში არჩევნებში გაუმარჯვიათ ხო სხვადასხვა პარტიებს მაგრამ და რა ვერაფერი ვინაიდან სისტემა არ შეიცვალა და ახლა სასწორზე დაიდება ეს მანკიერი სისტემა რომელიც უნდა შევცვალოთ რა ჭირდება გაგიკვირდება და ძალიან მარტივი ძალისხმევა ყველა უნდა მივიდეთ ყველა და დამაჯერებელი გამარჯვება არის რომელიც ცვლილებებს მოვიდეს და არა გამარჯვებისთვის გარდაუვალი რწმენას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა რომ გჯერა შენ საკუთარი შესაძლებლობების და ცვლილებების შემდეგ თითოეული ამორჩევლის წონა ვახსენე სულ ზემოთ განუზომლად იზრდება. რა თქმა უნდა და კიდევ ერთხელ ვიტყვი ეს მოიტანს თავისთავად კოალიციური ცვლილებები ურთიერთკონტროლის პარალელურად პასუხისმგებლობის განცდას რომელიც არ აქვს ხელისუფლებას აი უბრალოდ მაპატიეთ მართლა განცდა მეტი არაფერი არ რჩება გარდა იმისა რომ ფეხებზე კიდიათ საკუთარი მოქალაქეები მათზე რას ფიქრობდნენ ამას წინათ ერთ-ერთი დეპუტატი ამბობდა რაღაც აქცია დაარბიესო რატო უნდა დასანქცირდენო პოლიციელები ანუ წარმოგიდგენიათ რამდენად არ აქვს პასუხისმგებლობის განცდა. აი მოდელირებული ერთი სურათი წამოვიდგინეთ ახალი კოალიციური მმართველობის მთავრობის სხდომა. სადაც არ ვიცი რამდენიმე ხო აი 12 მინისტრი სხვადასხვანაირები მომავალზე ორიენტირებულნი რომელთაც აერთიანებთ მხოლოდ სიტყვა წინ და ჩვენ და არა მე ეს გაუთავებელი ქართულ პოლიტიკაში დიახაც მე საერთოდ ამორჩევას ვთხოვდი რომ მიაქციოს ყურადღება ვინც თავის თავზე საუბრობს მე ის ნაკლებს ფიქრობს ხალხზე. აი წარმოვიდგინეთ კოალიციური მმართველობა თავრობის ხდომა რამდენად საინტერესო და დინამიური არის, სადაც ისე მაგალითად პირობითად ვამბობ ზის ერთი მინისტრის პორტფელით ინგა გრიგოლია და მეორე მინისტრის პორტფელით დიანა ტრაპაიძე სხვა იქ ვიღაცა კოალიციად ცვლილებებიდან სხვა პარტია ლელოდან იქ გახარეს პარტიაში ანუ და ეს პირდაპირ გადაიცემა. დღევანდელი თავრობის ხდომები რა არის? იქ ხო ერთპარტიული მმართველობა. წინა თავრობის ხდომები და იმის წინა თავრობის ხდომები და საერთოდ რა იყო ერთპარტიული, ხო იქ ამათის დისკუსიის იშვიათი გამონაკლისის გარდა არასოდეს არ ყოფილა. ანუ ხალხის ინტერესი არ აისახებოდა და მე როგორ ხდებოდა იცით? ყოველთვის თუ მართლა 8 ძალიან მაგარ საქმეს გააკეთებდი ახლაც და წინა წლებში ხო და 2 ძალიან მაგარი შეცდომა იქნებოდა შესმიერ დაშვებული შეიძლება დანაშაულიც მე მართველებს უჩნდებოდა განცდა რომ გავიგე კი შეიძლება თავისთავად შემეშალა დანაშაული შეიძლება ჩავიდინე შეიძლება ვიღაცა შემომაკვდა იქ საიდანაც წამოვიყვანე ავიყვანე მაგრამ ჭვის 8 მაგარი საქმე ხო გავაკეთე და ნუ ერთი უნდა მაპატიოს რა ქართულმა ხალხმა და ამის უფლებას საკუთარ თავებს აძლევენ ეს მმართველები როდესაც ერთპარტიული მმართველობით არიან მე იცით რა არის ყველა კი არ არის ცუდი ადამიანი ხელისუფლებაში ვინც არის მაგრამ უწევს ზოგს იყოს ცუდი იმიტომ რომ შეინარჩუნოს ის მდგომარეობა. ყველა კი არ არის უღირებულებო და ფასეულობებისგან დაცლილი, მაგრამ უწევს რომ ასეთად წარმოჩინდეს. სხვა შემთხვევაში დაკარგავს რაღაცა პოზიციას მართვის, მოკლედ მმართველობის ფარგლებში. ასე იყო ახლაც და დიახაც ადრეც. ეს უნდა მე მithქვავს თქვენს ეთერშიც ხო რა
ეხლა ვიქნები გულწრფელი ეს როგორ შეიძლება არ დასრულდეს ერთხელ და სამუდამოდ მოცემულობა, როდესაც პედაგოგს არ ვიცი, საშუალო სკოლის პედაგოგს, მით უფრო რა მნიშვნელობა უნივერსიტეტის ლექტორს არ აქვს იმისი იშვიათი გამონაკლისის გარდა იმისი ფუფუნება, შესაძლებლობა, თავისუფლება, სადაც უნდა იქ მივიდეს, რომელი პარტიის ან პოლიტიკური ორგანიზაციის შეხვედრაზე უნდა მივიდეს, ან არ მივიდეს. ეხლა ხო პედაგოგი რა, ლექტორი რა, ინტელექტუალური ელიტის, ყველაზე ინტელექტუალური ელიტის წარმომადგენელია, ხო? და ველზე შეხვედრია, მე არ მახსოვს, მე შემხვედრია აგრარულ ბაზარში, მაგალითად, ქალი ჩანთით ხელში გაუვლია ბატონიკა ხარს გიჭერთ წარმატებები არ გაჩერდეთ, უბრალოდ ახლა ვერ გავჩერდები, პედაგოგი ვარ და გაუვლია. ეს ჯოჯოხეთი დამამცირებელი სისტემა უნდა დაინგრეს. სისტემა, რომელიც დიახაც ამ ხელისუფლებამ გადაიბარა ამ თვალსაზრისით და განავითარა კიდევ. განავითარა ხო მურუსიძე კიდევ უფრო გააძლიერა და აი ეს მანკიერი წრე კიდევ უფრო გააფართოვა და ეს პრაქტიკა 26 ოქტომბერს არის შესაძლებელი რომ დავასრულოთ. უბრალოდ არ უნდა დავიზაროთ თბილისში რომ ცხოვრობთ და კასპში ვართ რეგისტრირებულები, როგორც ამორჩევლები, თბილისში რომ ცხოვრობთ და ზუგდიდში ვართ რეგისტრირებულები, წინა დღით, გვიან საღამოს ან იმ დღეს უნდა ჩავიდეთ. აი როგორც დემოკრატიული ტალღა, აი ისე უნდა აზრირთდეს ყველაფერი დილის 8 საათიდან საღამოს 8 საათამდე და ვერ გაუძლოს. გვეკითხეთ ისე გაყალდება არჩევნები, გაყალდება არჩევნები. ვერ ყველა რომ მიდიხარ და საარჩევნო კლიმატი გარემო, ანუ გამარჯვების კლიმატად გადაიქცევა, როცა მე ვარ ახლა ქართული ოცნების, არ ვიცი რომელი ხაზით ჩათვალეთ, წარმომადგენელი დაუშვათ და თქვენ გთხოვთ რომ აბა გაიქეცე გენაცვალე და იმ საარჩევნო უბანზე რაღაცები გააყალბე, ხო? თქვენ თუ მე შემატყვეთ, რომ მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ვიმარჯვებ, მე ხელისუფალი, თქვენ შეიძლება არა დამიქნიოთ თავი, წავიდე, მაგრამ გამბედაობა არ მეყოს და არ გავაკეთო. ასე მოხდა რა ამ ქვეყანაში, ასე იქნება და მოხდება და გამარჯვების კლიმატს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, გამარჯვების კლიმატს. თუ იცით რა არის? თუ კი რამე შეიძლება ახლა ეს პროცესი დააზიანოს, ვაიმე იცით რა ივანიშვილს აქვს იცით რა ბევრი ფული იცით რა ისეთი ადვილია მეგობრებო, ამ ბევრი ფულის მორევაც, ამ დაშინებების მორევაც თუ იქნება არჩევნებზე ბევრი ამომრჩეველი. ასეთი ადვილი არჩევნების მოგება აქამდე არ ყოფილა, როგორიც არის ეხლა. და ჩვენ უნდა გვახსოვდეს, ან მივდივართ წინ, ან მივდივართ ევროპისკენ, ან ხდებით ნორმალური ქვეყანა, ან უკიდურესობის შემთხვევაში, მხედველობაში მაქვს როცა ვამბობ ქართული ოცნების დარჩენის შემთხვევაში მართლა რუსეთის უკანა ეზო. არც მეტი არც ნაკლები გვეყოლება მე დასანქცირებული მთავრობა, მათი დასანქცირებული ლიდერი, გაჩერებული ვიზა ლიბერალიზაცია და ყოველგვარი დახმარება შეზღუდული. ან წინ თავისუფლებისკენ პასუხისმგებლიანი ხელისუფლების მოსაყვანად, რომელსაც ექნება ანგარიშვალდებულება ჩვენთან, ან ერთი კაცის მონობის ქვეშ, ერთი კაცის უღელქვეშ, ისევ უკან საბჭოეთისკენ. მადლობა ნიკა, უნდა დავასრულოთ, ერთ წუთს გაძლევთ, აი რატომ უნდა მოგცე ხმა, რატომ უნდა წავიდეს ქართული ოცნება? აი ერთ წუთში რა არა, მაშინ ორვეს ვიტყვი, რატომ უნდა წავიდეს ქართული ოცნებაზე ვისაუბრეთ? რატომ უნდა მოგცეს ჩვენ? შეიძლება ეს? კი, რა თქმა უნდა, კითხვა და 4 ნომერს ვინაჩნია რომ ეს არის პლატფორმა, რომელიც დაცლილია გავლენებისგან, ეს არის პლატფორმა, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენ და მნიშვნელოვანია ვიყურებოდეთ წინ, ვისაც მნიშვნელოვანია რომ არ ვისაუბროთ ამ ეტაპზე მაინც იმაზე, რაც ჩვენ წარსულში გხლეჯს, არამედ ვისაუბროთ და ვიმოქმედოთ ისე, რაც გაგვაერთიანებს ჩვენს მომავალში, ვისაც მნიშვნელოვანია მაგალითად დეცენტრალიზაცია, რომ ადგილებზე, რაიონებში, სოფლებში წყვეტდეს ამორჩეველი, ვინ უნდა აირჩიოს და თბილისიდან არ კარნახობდნენ. ვისაც მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, ვისაც მნიშვნელოვანია რომ სიტყვას დაუბრუნდეს ფასი. როგორც არასოდეს ძვირფასო მეგობრებო, როგორც არასოდეს ჰაერივი ჭირდება ამ ქვეყანას დაუბრუნდეს სიტყვას ფასი და ხალხს წმენა და ამ ყველაფერს სჭირდება მორალური უპირატესობა. მორალური უპირატესობის გარეშე დიდი გამარჯვებები არ მოიპოვება და 4 ნომერი იდი ეხა ანგელოზები არ ვართ. არავინ არ ვართ. არც ერთი ოპოზიციონერი არ მოვა აქ და არ გეტყვით რომ ყოფილა ასეთი გადაცემაში მომენტს თუმარი არავინ არ იტყვის რომ ცუდია. მაგრამ მე ვთხოვდი დარჩენილ 5 კვირაში ძალიან ყურადღებით დააკვირდნენ ყველას. და გააზრებულად
გავაკეთოთ არჩევანი. რა თქმა უნდა, რასაც გული გიკარნახებთ, რასაც გონება გიკარნახებთ, იმ განაწყვეტილებას მიიღებთ საბოლოო ჯამში. თუმცა კონტრასტი დანახვადია ოპოზიციურ ველზეც კი. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. მე იცით როგორ ვარ. რა თქმა უნდა, წავალ კონკრეტულ პარტიას გავაფერადებ, მაგრამ ოპოზიციურ ველზე წავიდეს, რაც შეიძლება მეტი ხმა. ესაა მთავარი. არჩევანს უკვე საკუთარი პოლიტიკური გემოვნებით და ნდობის მიხედვით გააკეთებენ ადამიანები. ძალიან ბევრი ადამიანი გამოდის კონტაქტზე, რა პირადობის მოწყობას აქვს, ვადა გასული, როგორ უნდა მოვიქცე, ჩაწერილი ვარ მაგალითად რაიონში, მაგრამ ცხოვრობ თბილისში და ვერ ვახერხებ არჩევნების დღეს ჩასვლას და ხო არ გადმოვეწორო. ანუ ხალხი გააქტიურდა. ის ერთი ხმა არის ძვირფასი. მე რა ძალამ შეიძლება გაგაჩეროს სახში 26 ოქტომბერს, თუ არ ვიცი, ღმერთო კარგად ამყოფოს ყველა, ტრავმატოლოგიურში არ წევხარ და თამაშებში არ გაქვს ფეხი და კიდევ უფრო სხვა ძიმე დაავადებას არ მკუნალობ და უბრალოდ ფიზიკურად ვერ მიდიხარ. იქაც კი შესაძლებელია რომ საარჩევნო ყუთი მოგიტანონ. აი ხა ჯანმრთელი ადამიანი 26 ოქტომბერს როგორ შეიძლება ხმის უფლების მქონე არ წავიდეს არჩევნებს? და როგორ შეიძლება არ გინდოდეს მოძრაობა და კიდევ მოძრაობა და ჭაობის მდგომარეობიდან ამოსვლა. წარმატება მინდა ნიკა გისურვო, ძალიან დიდი მადლობა. დაგიჭირეთ მოკლედ თბილისში და გამოვიყენე შესაძლებლობა. ეს იყო ნიკა მელიას რეაქცია საარჩევნო ნომერი 4 და ემიგრაციაში დაბადებული და გაზრდილი პრეზიდენტის ძმა საფრანგეთში ქართული სათვისტომოს ხელმძღვანელს ქართულმა